ერთი ბანალური კითხვა უნდა დავსვა. რა არის ხელოვნება? ალბათ ლამაზად გადატანილი რეალობა ტილოზე, ქვაში, ან სხვა მასალაში. ძალიან ხშირად ხელოვნების უმაღლეს ღირსებად განიხილება ავტორის ტექნიკური სიზუსტე. ის მითი რომ გავაბათილო, გეტყვით რომ ზოგიერთი მხატვარი ისე ქმნიდა ნამუშევარს, ყველას არა რა თქმა უნდა, რომ თვითონ მინიმალური შეხება ჰქონდა მასთან. მაგალითად, ტიციანი რენესანსის ეპოქაში, რუბენსი ბაროკოს ეპოქაში, მე-20 საუკუნეში ენდი უორჰოლი. მათ ჰქონდათ დიდი სახელოსნოები, სადაც მუშაობდა უამრავი ასისტენტი. მხატვრები კარნახობდნენ იდეებს და ხშირად ფიზიკურადაც იყვნენ ჩართულები პროცესში, მაგრამ მათ სტილში გაწვრთნილ ასისტენტებს ძალიან დიდი წვლილი შექონდათ ნამუშევრების შექმნაში. კითხვა, რა არის ხელოვნება, დასვა პარიზელმა მხატვარმა მარსელ დიუშანმაც. 1919 წელს მან მონა ლიზას მცირე ზომის რეპროდუქცია აიღო და მიუხატა ულვაშები. ქვემოთ მიაწერა ასოები LHOOQ, რაც ფრანგულად უხეშად ჟღერს, მე ინგლისურად ვიტყვი, იმიტომ რომ უფრო გასაგები იქნება. She has a hot ass. ამ ჟესტით დიუშანი, რომელიც პროფესიონალი მოჭადრაკეც იყო, დასცინოდა საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებას მონა ლიზას იდუმალების შესახებ. მის ქმედებას კიდევ უფრო ეპატაჟურს ხდიდა ის, რომ მხატვარი საუკუნეების განმავლობაში ხელოვნების მწვერვალად აღიარებულ და ხელშეუხებელ ქალს წარმოაჩენდა როგორც აღგზნებულს. მინდა გითხრათ, რომ ეს არ იყო დიუშანის მხრიდან ბანალური ეპატაჟი, უბრალოდ ყურადღების მისაქცევად. მისი სათქმელი ის იყო, რომ ხელოვნება არ შემოიფარგლება მხოლოდ ტილოზეთით, ან ბრინჯაოთი, მარმარილოში კვეთით და ასე შემდეგ. ხელოვანს ნებისმიერი საშუალებით შეუძლია საკუთარი თავის გამოხატვა და საკუთარი სათქმელის გამოხატვა. ხელოვნება დაფუძნებულია იდეებზე, რომლებიც გადმოცემულია ვიზუალურად. ნამუშევრის მნიშვნელობა არ არის ავტორის მიერ ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრული და ყველაფერი დამოკიდებული არის კონტექსტზე. სერიოზული მონა ლიზას დესაკრალიზაციამ კიდევ ერთი ახალი იდეა გააჩინა. ხელოვნება შეიძლება იყოს სახალისოც და არ ღვევდეს სილამაზის დამკვიდრებულ სტანდარტებს. მთავარი არის ის, რომ ხელოვნებამ ადამიანში გააჩინოს ახალი იდეები და ახალი